თუ ვიწყო? მეფე გიორგი მიწერს შემილია ცოტა. ნიკოპსიდან დარუბანდამდე წაისვა ძმამ ლაინერი. იონეს ლოყა is a paid actor. რაც ნიშნავს იმას, რომ იონეს ლოყა ცალკე პერსონაჟიაო. იყო დრო, როცა ასე იყო. 72 კილოდევიკენ რაღაც ლოყა დავდნი. ნეტა არ ჩერჩეტებდეს. მორაგბე ხარ ძმა? რამ სიმაღლე ხართ ქალბატონო? მეტრა 77. ის რაღაც ბიუროკრატია თუ ბარიატრია რისთვის გაიკეთე, რომ მეორე წელს წასულიყო და სულ ასე იკეთო? არ მივიღებ ამ კომენტარს. გლორია მიწერს შემეშინდა. Boo, I guess. მას რომ იღებავდი, ჩემი ერთ-ერთი იმედგაცრუება იყო ნახვამდის. იონე რატომღაც ორად მეჩვენებიო ვიღაც წერს და reply-ში უწერენ უბრალოდ მაგხელა. მაგ reply-ის ავტორი არის ჩემი ძმა. მსგავსი სისულელე მართლა არ მომისმენია. ვინ გისმენთ რჩეველო ქალბატონო? თუ ასეთი სისულელეა რატო უთმობ დროს? აი ამ ხელო კომენტარის დაწერას. რა ლამაზი გოგო ხარ, მხოლოდ ცხვირი არ გაქვს სწორი. რამე განათლება მაინც გაქვს კანის მოვაში რჩევებს რომ გვიწერ? სხვათა შორის ჩემს ოქროს მედალზე 4-დან 0 GPA-სა და დიპლომებზე მეტად მეამაყება იმ ასობით გოგოს მოწერილი, რომ ჩემმა რჩევებმა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. მე რა რომ სუქონია სამაგრო საყვარელია. Yes, მაგრამ ისე რატომ მიხერს თითქოს რაღაცა ნაკლი გაქვს და ამ ნაკლის მიუხედავად მაინც საყვარელი ხარ რამდენი კილო ხარ ამ მნიშვნელობა აქვს. ეგ მახინჯი. ამით თქვენზე არაფერი არ ითქმება. ამით ის ადამიანი უბრალოდ თავის თავზე გეუბნებათ, რა პრობლემები აქვს, რა კომპლექსები აქვს. ზოგადად ძალიან რთულია და უცნაურია, როცა ადამიანები ამის უფლებას აძლევენ ინტერნეტ სივრცეში, რომ ვიღაცებს მიუთითონ რა მოუხდება. სწორი ცხვირი უკეთესი იქნება მასზე, 10 კილო რო დაიკლოს უკეთესად გამოიყურება და ასე შემდეგ. ყველა ვიბადებით შინაგანი პასუხისმგებლობით და მხოლოდ იმიტომ, რომ პროფილზე ფოტო არ გიყენია, არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობა მოხსნილი გაქვს. მე მგონი არ არსებობს ადამიანი, ვინც რეალურ ცხოვრებაში ისე ილანძღება, როგორც სოციალურ ქსელში. ხშირად ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ როცა ნეგატიურ კომენტარებს წერენ, იმ ეკრანის უკან დგას რეალური ადამიანი. და რასაც არ ეტყოდნენ მაგალითად ლიფტში შესვლისას, ჩემი აზრით არ უნდა დაწერონ საჯარო სივრცეში. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ონლაინ ბულინგი და ონლაინ ზიზღი გადმოსულა კომენტარიდან პირად შეტყობინებებში. პირადში ბევრჯერ მოუწერიათ ძირითადად შეურაცხმყოფელი ან დამაკნინებელი ტექსტები, განსაკუთრებით ხაზგასმა იყო იმაზე, რომ ხალი ვარ და მე რა ვიცი, ან ამ თემაზე რატომ მაქვს საუბრის უფლება საერთოდ. და ზოგადად კომენტარების წერის დროსაც ძალიან ბევრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, რაც ძალიან არასწორი მგონია, იმიტომ რომ როგორც ფიზიკურად შეიძლება დაგაზიანოს და მტკინეული იყოს შენთვის ესა თუ ის ძალადობა, ზუსტად ასეთივე მტკინეულია, როდესაც ციფრულ სამყაროში კომენტარს გიწერენ და ჩვენ მენტალურ ჯანმრთელობაზე თუ ფსიქიკაზე არ ფიქრობენ. თუ არ იცით, რა არის ზღვარი უბრალოდ კომენტარსა და სიზულვილეს შორის, რა ვიცი AI-ს დაელაპარაკეთ. თუ AI-ს გეუბნებათ, რომ სიზულვილეს გამოხატავთ, ძალიან გთხოვთ, ნუ დაიხარჯებით და სიზულვილეს ნუ გამოხატავთ. მიხარია, როცა ადამიანებს კარგს უსურებ. რატო უნდა მოგინდეს, რომ ცუდი დაუწერო, მაგასაც ვერ ხვდები და თქვენც თუ მომბაძავთ ამ პატარა კამპანიაში, ძალიან გამიხარდება.